გამარჯობა, გამარჯობათ, მობრძანდით. როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგად, თქვენ ხო კარგად ხართ? მადლობა. საღდგომოთ ეს არის პირველი ტრადიცია იმის გეუბნ რომ კვერცხი შეღებილი ეს არის იესო ქრისტეს სიცოცხლის ხელახალი აღდგომა. მესამე დღეს რო აღდგა, ეს არის სიმბოლო. თან მისი ჯვარცმისა და მისი სისხლის დაყვრისა წითელი ნიშნავს მაგას და თან ეს მერე კვერცხი არის ახალი სიცოცხლის დასაწყისი. ეხლა საღდგომოთ ვაცხობთ ქადებს, ვაცხობთ პურს, თითიანებს ვეძახით მაგას და ვღებავთ კვერცხს და ვაცხობთ კიდე ტკბილეულს, ნამჩხრევსაც ვაცხობთ და ყველაფერს. და ჩვენი ტრადიცია არის უფრო მეტად ხაში. აი ეს შევდგა. მე ოღონდ ფურმეში მოხარშული არის ძალიან გემრიელი. მაგის გარეშე აღდგომა მართლა არ გაგვიტარებია ჩვენ. ბავშვობაში თავიდან მე მაგალითად არ ვიცოდი ჯერ ცოტა მე აკრძალული იყო ის კომუნისტების დროს შედარებით ხო რომ კვერცხსაც კი ვერ დავკრავდით რა აი ეს ცენტრში იდგა ხოლმე ვიღაცის ადამიანები რატო იყო აკრძალული ეგეც არ ვიცი რა აღდგომა რატო არ სამდათ არ ვიცი მოდი წილი ვყავროთ მე აი რა თუ გამოიცანი გააღებ თუ არ გამოიცან და ვერ გააღებ სახელწოდება ირმისა, იმიტომ ეწოდებოდა თურმე რომ აი ეხლა ხო არის ზუსტად დიდმარხვის პერიოდია 40 დღე მარხვა ჰქონდათ ოჯახებში ყველას არც კვირა დღე და არც არანაირ დღეს თურმე არ ეხავდნენ მარხვას ჩვენი მოხუცები და იმათაც თავიანთი წინაპრების გადმოცემით იცოდნენ მოდიოდა თურმე ირემი და ამ მარხვას მართლა მკაცრად იცავდნენ და წვებოდა აქ ეზოში, წირვა რო დამთავრდებოდა, გადიოდნენ, ირემი მოსული იყო, დაიკლებოდა ეს ირემი და განაწილდებოდა მრევლზე ხორცი და იყო მარხვა ხსნილი. ხო და ერთხელ აუგვიანებია ირემს მოსვლა და რო გასულან წირვა დამთავრებულა და მოსვლა დაღლილი ირემი რო დაუკლია, თანამ ხელი გამოჩნდეს და დაუწყევლია. დაუწყევლია და დანგრეულა ეს ეკლესია. აღდგომა როგორ არ უნდა იწამო ამაზე ბედნიერი დღე მე მგონი მთელ წელში არ არსებობს ეს არის ყველაზე უბედნიერესი დღე ქრისტეს ჯერშობა და მერე აღდგომა Mama uyge. Hristiyan. ჭეშმარიტად